მოგესალმებით. ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ახსენა ოპოზიციამ და მე მგონი აუცილებლად უნდა დაკონკრეტდეს ამ მოლაპარაკებების პერიოდში, ეს არის არა მხოლოდ თამარ ჟვანიას გათავისუფლება და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემა, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემური რეფორმა. იმიტომ რომ ამ არჩევნებმა გამოავლინა საარჩევნო ადმინისტრაციაში სისტემური ჩავარდნები. ერთი რაზეც უკვე იყო ლაპარაკი არის ის, რომ ოპოზიციური პარტიების წევრებიდან საუბნო კომისიებში უმეტესობამ საერთოდ ხმა არ მოიღო იმ დარღვევებზე, რომელთაც ხდებოდა და მოაწერა ხელი იმ გაყალბებულ ოქმებს, რომელსაც დღეს ვარჩევთ. ეს მიუთითებს სისტემურ ჩავარდნაზე საუბნო კომისიების დაკომპლექტებაში. თუმცა გარდა ამისა, დღეს მე თქვენ წარმოგიდგენთ უსერიოზულეს პრობლემას ასევე კომისიების დაკომპლექტებაში და ეს პრობლემა არის კლანურ ნათესაური კავშირები ფესვგადმული საუბნო და საოლქო კომისიებში. სწორედ ისე როგორც ის გადმულია ჩვენს სასამართლო ხელისუფლებაში თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. ფაქტობრივად ჩვენს მიერ წარმოდგენილი და მოძიებული მაგალითების მიხედვით მარტო დიდუბე ჩუღურეთის ოლქში საუბნო კომისიები საარჩევნო დღეს გავდა ჩვეულებრივ საქორწილო სუფრას, სადაც თავს იყრიან ოჯახის წევრები და ნათესავები. დღეს წარმოგიდგენთ სამ კონკრეტულ მაგალითს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაგალითი არის ძალიან ბევრი და მოგიწოდებთ მედიას, რომ მოიძიოთ სხვა ოლქებშიც მსგავსი მაგალითები, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კლანურ ნათესაური ბუდეები საუბნო საოლქო კომისიებში აუცილებლად სხვა ოლქებშიც გამოჩნდება. მაგალითისთვის, დიდუბეს პირველ უბანში ჩვენ ყავდა წარმოდგენილი რძალ დედამთილი. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლალი ყურავა და მისი რძალი კომისიის წევრი თამარ ქობალია. მაგალითად, ჩუღურეთის 38 უბანი. კომისიის წევრები არიან დედაშვილი. დედა ლია ჩაჩიბაია, კომისიის წევრი ქართული ოცნებიდან, შვილი სოფიო კვირკველია, კომისიის დამოუკიდებელი წევრი დანიშნული საოლქო კომისიიდან. ლია კვირკველი, ამას მოგცემთ. ასევე დიდუბეს 55 უბანი. მეუღლეები. კომისიის წევრი ნიკა გოგალაძე და ასევე კომისიის წევრი მარიამ ხელაძე, ორივე დანიშნული საოლქო კომისიიდან. ეს არის მაგალითები, რომელიც ჩვენს წინაშეა, რომელიც აჩვენებს, რომ არავითარ დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ დანიშნებს საოლქო კომისიიდან საუბნო კომისიაში ადგილი არ აქვს. ადგილი აქვს დანიშნებს ისევე როგორც სხვაგან, მაგალითად საერთო სასამართლოებში ნათესაურ ოჯახური პრინციპებით, ქართულ ჯიგრულად წყალებში. ეს მიუთითებს და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ოლქებში ესეთი მაგალითები ასევე ამოიყრება, სხვა კანდიდატების მეშვეობით და სხვა მედიების მეშვეობით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძირშივე არის მორღვეული ის ვითომ და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლითაც უნდა კომპლექტებოდეს კომისიები. ეს არის მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი. სინამდვილეში საუბნო და საოლქო კომისიები კომპლექტდება ერთი პრინციპით. ოჯახურ, ნათესაური, კლანური კავშირები, რაც 31 ოქტომბერს ამსგავსებდა ჩვეულებრივ საქორწილო სუფრას, სადაც იკრიბებიან ოჯახის წევრები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ოპოზიცია წარმოადგენს თავის მოთხოვნებს, ერთ-ერთი უსერიოზულესი მოთხოვნა უნდა იყოს აი ამ კომისიების დაკომპლექტების სისტემის ძირფესვიანი ცვლილება. იმიტომ რომ კლანურობის პრინციპიდან ჩვენ თუ უნდა გავთავისუფლეთ ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, საერთო სასამართლოებში, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, იმ ორგანოში, რომელმაც უნდა ჩაგვიტაროს დემოკრატიული არჩევნები. დიახ. მაგრამ ეს არ უნდა იყოს მთავარი და მთლიან
აუცილებელია. შემდეგი პროცესი, ეხლა როგორ უყურებთ ამ პროცესს და საერთოდ რაც მიმდინარეობს ხუთი აქციების დიახ, მე ჩვენი კამპანია უბრალოდ არის უშუალო მომსწრე დაწყებული კამპანიის პერიოდიდან დასრულებული 31 ოქტომბრით, მე მგონი წინა 60 დღე არ უნდა გამოვტოვოთ რა ხდებოდა არჩევნების დროს. უშუალო მომსწრე და ობიექტი CSGO-ს მიერ არჩევნების გაყალბებისა. კონკრეტულად რაც ჩემ ხარდამჭერებს გაუკეთა თამარ ჟვანიამ, ეს არის აბსოლუტურად უპატიებელი, მან მიაყენა მორალური ზიანი. კონკრეტულად ჩემ კამპანიას. რომ საიდანღაც დაუმატა 2000 ხმა, მერე რო ატყდა ამბავი ახსნა განმარტების გარეშე ეს 2000 ხმა გადაუნაწილა სხვა კანდიდატებს, გამამარჯვებინა 9 ხმით, ამის შემდეგ წამაგებინა აღმოაჩინა ოქმი, რომელიც მანამდე აღმოჩენილი არ ქონდა და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ჩვენ აღმოჩნდით მესამე ადგილს. და ეს ხდებოდა, როდესაც 13,000 თუ რამდენი მხარ 18% მხარდამჭერებისა უყურებენ ინტერნეტს და აკვირდებიან რა მოუვა მათ კანდიდატს. ეს იყო თავიდან ბოლომდე მორალური ზიანის მიყენება. ცალსახად თაღლითობა და მე მოვითხოვე მისი სისხლისამართლებრივი პასუხისგებლობა, ასევე ამ გაყალბების დამკვეთი სისხლისამართლებრივი პასუხისგებლობა. და თამარ ჟვანიას ახლა კონკრეტულად რა ინტერესი უნდა ქონდეს, დავალებული აქვს ეს გააკეთოს. ამიტომ გაყალბებაზე აუცილებლად უნდა დადგეს სისხლისამართლებრივი პასუხისგებლობა. მან არ შეიძლება რომ ჩაატაროს არჩევნები, მაგრამ ქვედა სისტემას თუ ისეც დავტოვებთ, როგორიც ჩვენ ნახეთ, შინაარსობრივი ცვლილება ჩვენ არჩევნების ჩატარების წესში არ გვექნება. იგივე მოხდება. ამიტომ სისტემური ცვლილება აუცილებელია. მე თავიდანვე შევუერთდი ბოიკოტს. მე ვფიქრობ, ეს არის წნეხის ძალიან კარგი მექანიზმი და მთავარი, რაც შევიდა ოპოზიცია მოლაპარაკებებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ხალხს დაუკონკრეტონ რა არის ამ მოლაპარაკებების წითელი ხაზი. თუ უნდათ რომ აგროვონ აქციებზე ხალხი. იმიტომ აქციებზე ხალხი გაბრაზებული და განრისხებული ჩემნაირი ადამიანები და ჩემი მხარდამჭერისნაირი ადამიანები გამოდიან ძალიან რადიკალური და სერიოზული მოთხოვნებით. თუ ოპოზიცია აპირებს რომ ამ პროცესში ეს მოთხოვნები დათმოს, მაშინ ისინი ამ მხარდაჭერას დაკარგავენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამ მოლაპარაკებების დროს, რომელსაც ალბათ ქართული ოცნება ინტენსიურად გამართავს განსაკუთრებით მეორე ტურამდე, იმიტომ რომ ალბათ უნდათ რომ ოპოზიცია იყოს მეორე ტურში, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოპოზიციას თუ ჭირდება მხარდამჭერები და ზურგი, ამ ზურგს განუმარტოს ბოლო რა არის მისი წითელი ხაზი ამ მოლაპარაკებებში. რამდენიმე განცხადება თუნდაც გუბაზე სხვა შევიდეს და მე გარეთაც დავჩერდ თუ და ვაშაძის ფიქრობთ რომ რაღაცა ბზარი არის და გარკვეული ძალები შევლენ პარლამენტში. ერთიც რომ იყოს ეს უკვე ყველა. გუშინდელ მოლაპარაკებებზე ვინც იყო, მე ვფიქრობ რომ მათ პოზიციებში იყო თანხwebdriver, მანამდე იყო გაუგებრობები განცხადებებში, მაგრამ ეს გაუგებრობები მალევე აღიკვეთა, როგორც ჩანს და ჯობია რომ მსგავსი ასთა სხვადასხვაობა იყოს დახურულ კარს მიღმა პარტიებს შიგნით, მაგალითად, ეხლა ყველა ნაციონალური მოძრაობის 500,000 მხარდამჭერი ყავთ, ყველამ თავისი აზრი უნდა თქვას ტელევიზორში, როგორ უნდა წავიდეს ეს პროცესი. აიბნევა საზოგადოება, ხო? ანუ განიხილონ პარტიის შიგნით პოზიციები შიგნით, იგივე ეხება გირჩსაც. გაურკვეველია, ხო? ერთი ლიდერი ერთს ამბობს, მეორე ლიდერი მეორეს ამბობს. განიხილონ და წარმოადგინონ პარტიის პოზიცია. ეს ჯობია მთლიანად პროცესისთვის. თვითონ შეხვედრას რაც შეეხება, ეს იყო პირველი შეხვედრა და ძალიან თანმიმდევრული იყო გზავნილები ამ პირველი შეხვედრიდან. რომ ეს იყო შეხვედრა, როდესაც ოპოზიციის მხარემ წარადგინა კიდევ ერთხელ თავისი მოთხოვნები და როგორც ჩანს, თალაკვაძეს არ დაუკონკრეტებია, სად შეიძლება ამ მოთხოვნებთან მიმართებაში იყოს ხელისუფლების კომპრომისის შესაძლებლობა. მან მოისმინა. ანუ ეს იყო, აქ იყო ძალიან თანხwebdriver გზავნილებში. მანამდე რა თქმა უნდა ჯობია რომ ყველა მიმსჯელოს თავისი პარტიის შიგნით, იმიტომ რომ ადამიანებს და მხარდამჭერებს დარჩეთ განცდა თანმიმდევრულობისა ძალიან მრავალფეროვან ოპოზიციურ სპექტრში. და თქვენ ბოლო კითხვა მექნება, როგორ ფიქრობთ, არის მართველი გუნდი გარკვეულ დათმობებზე წასვლელი? თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს? მართველი გუნდი წავიდოდა და წავა დათმობებზე თუ იქნება წნეხი. ამიტომ მიტინგები, ქუჩების გადაკეტვა და ყველანაირი მშვიდობიანი და სამართლიანი მეთოდები არის გამართლებული.
იყო გამართლებული თუ ოპოზიციას ექნებოდა ამის მუხტი და ამის მორალური უპირატესობა. სხვა შემთხვევაში ამ ხელისუფლებას სამწუხაროდ ნორმალური ენა არ ესმის. ჩვენ სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ვნახეთ, ხო? ამ ხელისუფლებას ნორმალური დემოკრატიული დიალოგის ენა არ ესმის, ესმის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ იმის უკან ელანდება კუნთები და მუშტები. აი ეს არის ამ ხელისუფლების პრობლემა. ამიტომ წნეხის შენარჩუნება, რომ მას რაღაცა დაათმობინო, არის აუცილებელი. და მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებითაც კითხავთ, შესაძლებელია თუ რა ამ ვიზიტმა იმოქმედოს იმაზე, რომ ოპოზიცია შევიდეს. ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო მდივანი წარმოადგენს უკვე შესუსტებულ და გარდამავალ ადმინისტრაციას, როგორც ჩანს. ვიზიტი არის უფრო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ არ ვუთმობთ საკმარის დროს იმის გაანალიზებას, რა მოხდა მთიან ყარაბაღში. და რაც მოხდა, არის ის, რომ ჩვენაერი პატარა სახელმწიფო კიდევ უფრო მოწყვლად ვითარებაშია, თუ მას არ ეყოლება გლობალური და ძალიან ძლიერი პარტნიორები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახით. შესაბამისად, მაიკ პომპეოს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებისთვის, გლობალური უსაფრთხოების გარანტიებისთვის პირველ რიგში. ფაქტობრივად ახალი ბაზა, რუსული ბაზა, ლეგალური გაიხსნა ჩვენს სამეზობლოში, ხო? არ შეიძლება რომ არ დაგვაფიქროს ამან ჩვენს უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებით. ანუ სახელმწიფო მდივნის ვიზიტს ექნება ერთი ძალიან სერიოზული მნიშვნელობა გეოპოლიტიკური ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებთან მიმართებაში, მეორე აუცილებლად ექნება მნიშვნელობა შიდა პოლიტიკური. ვისთვის იქნება ეს კონკრეტული გზავნილი, იქ ცხადია, იმიტომ რომ ბატონი პომპეოს უკვე განცხადებაში სასახად ჩანს, რომ მისი ერთ-ერთი ვიზიტია მხარი დაუჭიროს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას და რეფორმების განხორციელებაზე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ხელისუფლება არის პასუხისმგებელი. მაგრამ ალბათ ეს მოეხმარება ყველა შემთხვევაში ორივე მხარეს, რომ განაგრძოს ის დიალოგის ფორმატი, ეფექტურად განაგრძოს, რომელიც არსებობს. ჩვენ იცით რომ ჩვენ პირადად გავასაჩივრეთ დაახლოებით 40 ოქმი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით 103 უბნიდან 43 ოქმში იყო დარღვევები დიდუბე ჩუღურეთში. ანუ თითქმის ნახევარში. ჩვენ დაახლოებით 40 გვაქვს გასაჩივრებული და დაგვიკმაყოფილა იუსტიციის საბჭომ რამდენიმე კომისიის თავმჯდომარისთვის შენიშვნის გამოცხადება. არც ერთი გადათვლა. ანუ არსებითი რაც იყო ის არსებითი არც ერთი, ანუ მაჟორიტარული არჩევნების შედეგები დიდუბე ჩუღურეთში ვერ გადავითვალეთ. არასამთავრობოებმა გადაითვალეს პროპორციულები და იქ აღმოჩნდა დარღვევები, ბათილებში გადაგდებული ბიულეტენები, ბათილებიდან დამატებული ვოლსკისთვის, მაგრამ არც ერთი ყუთი ჩვენ არ გაგვიხსნია. ამიტომ ხელისუფლების დაპირება, რომ მოდით ეხა ჩვენ კარგი ბიჭები ვიქნებით და გადავთვლით ამ უბნებს, მე მიმაჩნია არის თვალებში ნაცრის შეყრა და დროის გაყვანა.